კონსტიტუციურ გარემოში. ის მალაღებული ფრაზა, რომ კონსტიტუციური გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა და არა მხოლოდ ლოზუნგი. კონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლა ნიშნავს გარკვეული არჩევნების შედეგად რაღაცა ორგანოების შექმნას. ძალიან ცუდია, როდესაც ხალხი ირჩევს ასეთი უფლებამოსილების პრეზიდენტს და მერე შუაგზაზე ის ხდება სხვანაირი. ის რაც სააკაშვილმა გააკეთა 2004 წლის თებერვალში, ეს იყო არასწორი. ჩვენ ავირჩიეთ ამხელა პრეზიდენტი უფლებამოსილებით და მან მიიმატა სამი იმდენი. de facto და იმ მექანიზმებით და მაქინაციებით. ასევე არასწორია, როდესაც ხალხი ირჩევს პრეზიდენტს და მას აძლევს გარკვეულ ლეგიტიმაციას და მერე ვიღაცა სხვა სანამ ეს პრეზიდენტი თავის თანამდებობაზეა, მას კვეცავს ან აუქმებს ან რაღაცას აკეთებს. ამიტომ ჩვენ გვაქვს სამეტაპიანი გეგმა საკონსტიტუციო პროცესის. პირველი ეტაპი ეს იქნება უკიდურესად სასურველი, თუკი ჩვენ ამას მოვახერხებთ და არსებული პარლამენტის პირობებში არჩევნებამდე ამ მოდელს, რა მოდელიც საქართველოშია, სათანადო დავაბალანსებთ. პარლამენტის უფლებამოსილების გაზრდით, იცით რა, თუ არჩევნების დანიშნულებას ვახერხებთ, ესე იგი ეს და მეორე გასვლაზეა, ეს იმ მომენტში ხდება. ეს საკმაოდ არავინ არ იცის, რომ ამას გავაკეთებთ. მაგრამ ეს პროცესი დარწმუნებული ვართ, მივიყვანს იმ ვითარებამდე, რომ ერთი მხრივ ადამიანური არჩევნების თემა მწიფდება, სასწორად ეს ხალხი იქნება იძულებული თუ გაიაზრებს უმრავლესობა, მე დარწმუნებული ვარ მაინც, რომ ეს გასაკეთებელია, ასევე კონსტიტუციური რეფორმა ამ მოდელის გასაუმჯობესებლად, გასაკეთილშობილებლად, რომ არ ყავდეს სუპერპრეზიდენტი და სრულად უუფლეო პარლამენტი. არის შემდგომი ეტაპი, ეს უკვე უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს. ესა 2010 წელს, როდესაც კონსტიტუციურად დაგეგმილი არჩევნები, მანამდე ჩვენ უნდა გავაკეთოთ და მოვახერხოთ კონსტიტუციური რეფორმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დეცენტრალიზაცია. ძალიან ბევრი პრობლემა დღევანდელ ქვეყანას მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ პარლამენტი და პრეზიდენტის ურთიერთობაშია დარღვეული ბალანსი. მთელი სისტემაა ვერტიკალზე. დელეგირება მოხდება რეგიონულ დონეზე, ჩვენ გავლილი გვაქვს დეტალებში რეგიონულ დონეზე. არაერთი საათი მინდა გითხრათ და მესამე პროცესს გავუტოვებთ ადგილზე ბიუჯეტს, ფინანსებს. ეხლა ეს მნიშვნელოვანია, პროცენტებში თქმა რამეს გავუტოვებთ, ჯერ ის უნდა ვთქვათ, რას გავაკრეფინებთ იქ. ესე იგი, შეგვიძლია ჩვენ დავუტოვოთ ერთი გადასახადი ადგილზე და ვთქვათ, რომ 100%-ს უტოვებთ. მინიმუმ იქნება არა, დიფერენცირებული უნდა იყოს, ბატონ დავით, იცით? 40% არა, შეიძლება საშემოსავლო პრაქტიკა არის, რომ სულ დაუტოვო და პრაქტიკულად იგი გარდაქმნა საერთოდ ადგილობრივ გადასახადად და ამას თავის გაკეთვას იცით, რომ ადგილობრივი გადასახადი, რა თქმა უნდა, ადგილობრივი გადასახადის მთელი პლუსი რა არის, არა მარტო ის შემოსავალი, არამედ ის, რომ ადგილობრივ არჩევის ორგანოს შეუძლია მოქმედად გადაწყვეტოს ან მაქსიმალური ზღვარი რაც კანონით არის დადგენილი ის გამოიყენოს, ან დაწიოს და მოიზიდოს ინვესტორი ახალი ინვესტიცია სამუშაო ადგილების შექმნას, ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, თუ ამას ჩვენ ადგილობრივ გადასახადად ვახდენთ. და მაშინ როდესაც ყველა გადასახადი არის ფედერალური, მაშინ ის რომ შეგვიძლია არის აკრეფი ეს პოლიტიკას ვერ ატარებს საგადასახადო პოლიტიკას. და იქ არის საგადასახადო ფედერალიზმი არის შემოსატანი საგადასახადო ფედერალიზმი და არავინ არ მინდა რომ მოაბას მე რომ აი ისინი ფედერალიზმის გვინერგავენ და ასე შემდეგ ეს ხალხი თემაა საერთოდ საგადასახადო ფედერალიზმი ამ ტერმინით აუცილებლად შემოსატანია როდესაც გადასახადების აკრეფაში ესნაირად მოტივირებული იქნება როგორც ცენტრალური ხელისუფლება ისე ადგილობრივი ხელისუფლება ყველა მიიღებს თავის სარგებელს და ამავე დროს ყველა გაატარებს თავის პრინციპს ჩვენ გამომდივართ გულწრფელად სუბსიდიარობის პრინციპი და რაც გულისხმობს რას რომ ადგილზე უნდა დაუტოვო იმდენი ძალაუფლება რის აპელად შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას და საკრებულოს ბოლოს თბილისის მერს ესე იგი თბილისის მერთან დაკავშირებით თუ საჭიროა ეს ადამიანი აქ ყველაფერს გვარდება იმიტომ რომ პოლიტიკური ფიგურაა ჩვენ საუბრობთ დაახლოებულია სააგაშვილის ხო ვახსოვს ჩვენ სხვა ვითარებების სათავად სააგაშვილის იყო მე დირექტორი კი ჩვენ აგაკ რა უნდა დავინახოთ შეხედულადან და კონკრეტულ სოფელს ეს საშუალო ქართულ სოფელს რათან გადასახადების აკრეფა დაუტოვო ის ამას ვერც პოლიტიკას გაატარებს ამის ვერც აკრეფს ვერც მოიხმას გადასახადების სოფელს მისცემს ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენ რეგიონალიზმის თემაზე როცა ვსაუბრობთ ანუ ერთეული უნდა იყოს ეკონომიკურად იმდენად მსხვილი, რომ თუნდაც გადასახადის აკრეფისთვის გადახდილი ხელფასი იყოს გამართლებული. ჩვენ ორინდას მაინც აკრეფს იქედან და მოიტანს, ხო? ესე იგი, ძალიან დეტალური საკითხები აქვს,
რეგიონის დონეზე უნდა გაჩნდეს ჩვენი აზრით წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც წინაშეც იქნება პირველ რიგში ანგარიშვალდებული, აი ხალხი დღეს რომ გუბერნატორები დავარქვით, გუშინ რომ წონებული ერქვა და ზოგადად ხალხის თვალში რომ უფროსი ქვია ამ რეგიონის, ის პრეზიდენტის და პრემიერის წინაშე კი არ უნდა იყოს, ადგილობრივი არჩეული ორგანოს წინაშე უნდა იყოს პირველ რიგში ანგარიშვალდებული. შეხედეთ ეს რამხელა ცვლილებას იწევს, აი ეს საკითხი რაც წელახსენეთ. რომ რაგვარი კაცი უნდა მოვიდეს იმ სავალდეში თუ გადაედო ფეხი-ფეხზე და ეხლა მე ვმართავ ქვეყანას, აბა წარმოიდგინეთ კახეთში და იმერეთში მართველი იყოს ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხალხის წინაშე. ეს თბილისში ფეხ-ფეხ გადადებული პრეზიდენტი ბევრს ვეღარაფერს გააკუთვნებს. ამიტომ ეს დაბალანსება და რატომ გეუბნებით ჩვენს იდეაზე უარი არ გითხოვთ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე. როგორც ჩვენ სამართლებრივი არ გითხოვთ. ამედიას ის ნაზარასანია, ამედიას დაიცნობს სხვა ლიდერები, ვისაც შემდგომი ერთი თვე. ამიტომ გვიდება ჩვენ კონსულტაციები არა მარტო ირაკლი ალოსანიასთან, არამედ ყველა პოტენციურ პარტნიორთან, ვინც შეიძლება იყოს. არ ვიცი პირველ რიგში რაც შეეხება ბატონ ირაკლის მან თავად უნდა გააკეთოს განცხადება ის აპირებს თუ არა აქტიურ პოლიტიკაში მოღვაწეობას. ეხლა მე დარწმუნებული ვარ რომ მას გადადგომის განცხადება იმიტომ არ დაუწერია რომ დაიღალა და დაფრენება უნდა. ალბათ დეკემბრის შუა რიცხვებში ის დაბრუნდება საქართველოში და როგორც თვითონ განაცხადა უხერხულია სხვა ქვეყნიდან და მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მიდგომას პოლიტიკურ საკითხებზე და შეფასებებზე საუბარი უნდა ხდებოდეს ჩვენ სამშობლოში ჩვენ ქვეყანაში და ნახოთ ის ალბათ უფრო ღიად ისაუბრებს თავის გეგმებთან დაკავშირებით ის რაც არ ეთანხმება რაც ეთანხმება ამ ხელისუფლების პოლიტიკას რა მოწონს და რა არ მოწონს და ამის შემდეგ იქნება ალბათ უფრო უპირატესი კონსულტაციები ასეთ საკითხებთან გასვლის აღნიშნული რომ ორ პარტიას ლევანდელი გადაწყვეტილება არ მიგვიღია იმ აუცილებელი პირობით, რომ ხვალ რამე მოხდება. ეს იქნება ბატონი ალასანიას თუ ნებისმიერი სხვა პარტნიორი. ჩვენი სურვილი იქნება მეტი პარტნიორი დავინახოთ ჩვენს გვერდში, ერთობლივი ძალებით განვახორციელოთ ეს გეგმა, მაგრამ თუ რაიმე მიზეზის გამო ჩვენ ან თემაზე ვერ შევთანხმდით, ან შესაძლო პარტნიორმა სხვა დაიჭია ცხოვრების ან პოლიტიკური მომავლის ჩვენი ეს ცდილობა რჩება ძალაში და ჩვენ აუცილებლად ერთობლივად გავაგრძელებთ ამ ყველაფრის კეთებას. მნიშვნელოვანი აი, კონსერვატ გეუბნებით მე ძალიან მომეწონა ეს იდეა, რომ დღეს თქვენ ჩამოქენით ქორწიათ მარიაში სასარგებლო და საინტერესო ეტაპი არის ქართულ პოლიტიკაში, გვინდება რაღაცა, იწმინდება რაღაცა და მე მიხარია, რომ აი ესეთ დიდ პოლიტიკურ ალიანსზე შეთანხმდით ესეთ საინტერესო ძალებს. პროფესორი ბატონ დავით აღწერება რა აღნიშნავს, რომ აღმოჩნდა, როცა ჩვენ გავიაზრეთ ჩვენ წარსული იმ პერიოდში, რაც ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები რაც ადრე ჩამოყალიბდნენ ამ წლების განმავლობაში 10 არჩევნები ჩატარდა სხვადასხვა დონის, შუალედური, ადგილობრივი, საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ასე შემდეგ. ყველა ამ არჩევნებში ჩვენ რესპუბლიკელები მოახერხეთ და სხვადასხვა პოზიციაზე ვიყავით. ნუ ასე ხდებოდა. ასე რომ ეს ჩვენი ორი პარტიის ისტორიაში მოხდა რომ ჩვენ არა მარტო ეს ხარეზანდეში და არამედ ესეთ ჭიდრო ხდებებული რომ ეს არ დაიწყოს შავშავ 2 ნოემბრის შემდეგ ეს დაწყებული იყო თქვენი ესეთი ერთიანი პოლიტიკური კოალიციის ჩამოქმნა და მე ვთქვი აი ბევრ კატასტროფებს არჩებოდა ქვეყანა. მე ვფიქრობ ჯობია ვიდრე არასდროს და ძალიან კარგია რაც მოხდა და მე მივესალმები აი ახალი პოლიტიკური კოალიციის გამოჩენას დაწმენს ბევრ ამას გაარკვევს ძალიან მიხარია რომ თქვენგან ეს ალიანსი არ არის დახურული ბატონო დავით მადლობა მინდა გითხრათ რომ რესტავრე ჩვენ ძალიან საინტერესო რა მოხდა ეს ბატონებო და ამე ვფიქრობ ამ თემაზე მეორე ბლოკში გაგრძელება ექნება ძალიან საინტერესო და ორიგინალური და მესწავლების კოლორიტული ადამიანი გვეყოლება სურათ აჯორჯიან ტაიმსის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი და ყოველ შემთხვევაში მანაც ძალიან ორიგინალური განცხადება გააკეთა მე არ ვიცი ეს არა განზრახულობი და როგორ ეს ადამიანი იძახის რომ ნეიტრალიტეტი გვინდა და არ გვინდა ნატოში შესვლა ახალ გულაშვილის მეყოლება სტუმრად და ისიც სარწმუნებლად ამ იდეაზე ისაუბრებს. მადლობთ დაბელოდეთ.
შეიძლება მოგესალმებით ბატონებო და მე დაგიცხადოთ რომ ჩვენი კოლეგა ცნობილი ქართული ჟურნალისტი მენეჯერი და საინტერესო მედია ჰოლდინგ ჯორჯიას ჯორჯია ტაიმსის მფლობელი და პრეზიდენტი გახდა სტრატეგიული კვლევების ცენტრის არქის პრეზიდენტი ბატონი მალხაზ გულაშვილი ბატონი მალხაზ ძალიან ორიგინალური და დინამიური ცხოვრების ცხოვრობს გარდა იმისა რომ აი ამდენ საქმიანობას ეწევა და საინტერესო კვლევების